მოგესალმებით. დღეს აგიხსნით როგორ მოვიგე 8 წუთში $513 და ასევე წინა ტრეიდსაც ავხსნი, რომელიც ჩაგვიდით, რომ ავხსნი ამ ტრეიდსაც, ვისაც $1126 გავაკეთე. და გვექნება ასევე მარკეტის მიმოხილვა, ბევრი დაბნეულია, ბევრი მარკეტზე ვერ ტრეიდობს, უჭირთ, ამიტომაც ძალიან ღირებული ინფორმაცია იქნება ვიდეოში, გირჩევთ, რომ ბოლომდე მომისმინოთ. უცებ გეტყვით, რომ Seedview ჟურნალი პლატფორმა, რომელიც ძალიან მეეხმარება ჩემი ტრეიდების შენახვაში, რასაც ჩემს YouTube-ზე უყურებთ ხოლმე, სადაც ყველაფერი სტატისტიკა, ყველაფერს ვინახავ და ამით ჩემს ტრეიდებს ვუყურებ ხოლმე, არის ძალიან იაფად ფასდაკლებით $699 ღირს თვეში, სადაც ყველაფერი შეგიძლიათ შეინახოთ, ყველაფერზე წვდომა გექნებათ და მომავალში რა დიდი აპდეიტებიც იქნებათ, ყველაფრის წევრი იქნებით. ამიტომაც Seedview-ზე გადადით და აუცილებლად გამოიყენეთ, ძალიან გაგისწორდებათ. პირველ რიგში დავიწყოთ ამ ტრეიდის განხილვით, რომელიც გავხსენე PM-ის Silver Bullet-ზე 2.22-ზე, რა რიცხვი იყო 7 ივლისი. ესეც ჩვენი 7 ივლისი. მოკლედ, მარკეტზე ვართ ბეარიში order flow გვაქვს მარკეტზე და მგონია რომ მარკეტი უნდა წამოვიდეს, აგერა ეს equal-ოვები გვაქვს დატოვებული, მოკლედ მაღალ time frame-ზე ვარ ბეარიში. ეს equal-ოვები აქ რას უყურებთ ქვემოთ, მონიშნავ. ჩემი მაღალ time frame-ელი external target-ებია. ეხლა მარკეტი რა სიტუაციაშია? მარკეტი უკვე ქონდა delivery ამ low-მდე, სადაც იწყება retracement-ი, ვართ sell model-ში და 15 წუთიანზე რო გადავედი ჩემი ანალიზით მარკეტზე აი ეს range-ი, მაგარი ქართველი ვარ. ეს range-ი აქ რასაც ხედავთ, ანუ high-დან low-მდე, გონია რომ არ უნდა გატყდეს, ანუ თუ bearish-ია ფასი, ამ range-ის ზემოთ აღარ უნდა ავიდეს. ამიტომაც მარცხნივ გავიხედე და buying model-ის დროს, ანუ ეს რომ ზემოთ ასვლის დროს რა PD rates გქონდა, შეგვიძლია აქეთაც გამოიყენო, რასაც ჩემს YouTube-ზე ვასწავლე. აი აქეთ, აი ამ ფეროლგებს, რომელიც აქეთ დაინვერსა ამ სანთელმა, შემიძლია უკვე აქეთ გამოვიყენო. ეს იყო ჩემი PDRA. ახლა გადავიდეთ lower time frame-ზე. მოკლედ, აქ მე ერთ ტრეიდი არ გამიხსნია, მაგრამ გავხსენი ორი ტრეიდი. პირველი ტრეიდი რაც იყო რომ გავშორტე აი აქ, პირველივე შეხების დროს displacement-ი რომ მქონდა გავშორტე აქ, stop loss-ი მეყენა აქ და take profit-ი ისევ იგივე, რაც იმ ტრეიდში ნახეთ, ვინც არის იცით განახებ ცოტა ხანში. აი აქ და როგორც კი ეს delivery მქონდა და ეს სფეროლგები და disrespect და break even-ზე გადავედი და ამერტყა break even-ზე გამოვედი. შემდეგ უკვე დიდი ხანი ველოდებოდი, ძალიან დიდი კონსოლიდაცია დაიწყო, ამიტომაც მოვითმინე, დაველოდე რომ Silver Bullet-ის საათი მოსულიყო, იმიტომ რომ ჩემთვის დროის ფაქტორიანი, როდესაც ვამბობ რომ დრო ფასები მნიშვნელოვანია, რაღაც shift-ებს და ციკლებს და რაღაცებს არ ველოდები და ჩემთვის დრო არის Silver Bullet-ის საათები, მაკრო დროები და ასევე SMT. მოკლედ, რომ მარკეტი კონსოლიდაციაშია, ES-ზე გავითვალისწინოთ ხალხო, რომ ES-ზე რო გადავიდე. არის სტრუქტურულად ერთ წუთიანზე, ხო? ესეც კონსოლიდაციაში და უფრო ბულიშისკენ იხრება, როგორც რო დააკვირდეთ ცოტა ხანში, ვიდრე bearish-ისკენ. კიდევ გადავახვიოთ, მოკლედ აქედი კონსოლიდაცია არის, აი აქ უკვე ამ კონსოლიდაციის შემდეგ, აი აქ entry ძალიან სისულელია კონსოლიდაციაშია ფასი და აქედან არც displacement-ი ვარგა, არც რამე PDRA-ი ვარგებს, არაფერი საერთოდ, არც ერთი არ ივარგებს. შემდეგ მახსოვს, რომ მქონდა SMT, აი bearish SMT. ეს ყველა, ანუ მარკეტზე გვჭირდება ჩვენი აკუმულაცია, манипуляცია და მე რო ვითრედოთ დისტრიბუცია, ხო? მარკეტზე გვაქვს აკუმულაცია, манипуляცია როგორ მოხდა? SMT გაკეთდა, მარკეტმა აიღო SI, ES-მა, NQ-მა ვერ აიღო და ამ high-ზე გვაქვს SMT. ეს არის ჩვენი bearish SMT. ამ SMT-ის გაკეთების შემდეგ მარკეტს ჰქონდა displacement-ი. აი ამ displacement-ის შემდეგ ზუსტად, როგორც კი retracement-ი ჰქონდა ფას, სადღაც აი ამ PDRA-ში, აი აქ, stop loss-ი მეყენა. აი აქ და take profit-ი მქონდა სრულად ქვემოთ. მე გადავხედე უბრალოდ ნახე რომ Nivik opening gap-ი ამ ხელა range-ში ხო არა მაქვს მეთქი და აი ამ Nivik opening gap-ზე მეყენა საბოლოო take profit-ი. აი Nivik opening gap-ზე. ეს იყო აი ძალიან დიდი ტრეიდი, რაც დავიჭირე რა. ოღონდ ეს დიდი ტრეიდი რო დავიჭირე, არ გიგონთ რომ რამე გეგმის დარღვევით, გაღორებით ან რამე დავიჭირე რა. არა, პირიქით. ჩაულებრივად ტრეიდი მოვიგე, უბრალოდ რანერი, რომელიც იყო ერთი მიკრო, დავტოვე აქამდე. ანუ ჩემი ვიდეო რო გავხსნა, ახლა უყურეთ. აი აქ მაქვს entry, stop loss-ი ამ high-ზე მიყენია და რო გადავახვიო, შეხედეთ, ფარშალები მიყენია ჩაულობად 6 კონტრაქტი ვარ შესული
და დავამატე. დამატებების ვიდეოებსაც ხალხო აუცილებლად ჩავწერ შემდეგში, ეხლა ამ ვიდეოში მაგდეს ვერ ჩავატე უბრალოდ. უბრალოდ თავიდან ვიყავი შესული, როგორც ვიცი, 4 კონტრაქტით. შემდეგ დავამატე კიდევ 2 კონტრაქტი, stop loss-ი ჩამოვწიე, იმიტომ რომ იგივე გამერისკა. stop loss-ი ჩამოვწიე საშუალება, როცა აქვს მარტო მაშინ უნდა დაამატო. partially ავიღე აი აქ, აი ამ low-ზე, რომელიც იყო 2.8 risk to reward-ი. პირველი partially ძირთადი მანდ იყო აღებული. და თქვენითაც რომ დააკვირდეთ, შემდეგ ფას ჩამოდის. partials ვიღებ აი აქ, ეს stop loss-ი ჩამოვწიე. კიდევ 1 მიკროს ვიღებ აი ამ low-ზე. აი ამ low-ზე ვიღებ კიდევ 1 მიკრო და დანარჩენი 1 რანერი დავტოვე აი აქამდე, აი ამ new open gap-ამდე. რომელმა რანერმაც გააკეთა მხოლოდ ერთმა მიკრომ $400. მხოლოდ ერთმა კონტრაქტმა. ერთმა. აი ეს რანერები რა, ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია. დღესაც რომ მქონდა საშუალება, რანერს უეჭველი დავტოვებდი. კი ვერ მოვიგებდი, მაგრამ აი ცდად ძალიან ღირს, იმიტომ რომ რანერები ძალიან ბევრს წერს ესე ვთქვათ ამ ტერმინის გამოყენებით. თუ სწორად იყენებ რა და ანუ კიდია მოკლედ რა უნდა გეკიდოს რანერს უწოდებ. ეხლა ამ ტრეიდის განმავლობაში კიდე რეები მოვნიშნე ხა ვინც არიცით იმ ვიდეოში რაც ვახსენე, იყო რომ ეს სფერული გეპი მქონდა მონიშნული ისევ როგორც რა თქმა უნდა წინა და რესპექტებული ყველაზე მაღალბოთობიანი. ამის შემდეგ entry საათ შეიძლება და იყო აი ამ ადგილასაც რა. იმიტომ რომ 5 წუთიანი ისევ წინა და რესპექტებული სფერული გეპი ემთხვეოდა სანთლისთანი ჩაიხურა მის კომოდ აქ შეგულოთ entry-ს გაიგეთებინათ სადაც პაწუნ გააკეთა როგორც ვიცი entry და დაგეხოლდათ აი new opening gap-ამდე ამ ლოებამდე შეიძლებოდა, მაგრამ new opening gap-მა gap-ის შემდეგ retracement დაიწყო ფასმა და დარევერსა. ძალიან კაი exit-იც მქონდა. ჯამში გამოვიდა რომ $1126 გავაკეთე ამ ტრეიდში, რაც არის 2%-ზე მეტი. და ძირითადი ჩემი მოგებები არის 1%-ის გარშემო. 1% ნახევარი ხანდახან ეგეც დიდი მოგება არის. ეს არის ჩემთვის აი არ ვიცი. დიდი მოგებაა მოკლედ, რა სხვასთან შედარებით, მაგრამ ანუ ისე დიდი მოგებაც არ არის, რომ რაღაც სასწაული იყოს. მაგრამ ამ დიდ მოგებამ წინა 2 წაგება რაც ზედიზედ მქონდა, ყველაფერი დაფარა. დღეს ერთი ტრეიდი გახსნილი, ეს ტრეიდი აზიაზე ვითრეიდე, მაგ ტრეიდს ახლა არ ავხსნი, მოდი ისა ავხსნათ ახლა ჩვენ ეს ტრეიდი რაც დღეს გავხსენი და მოვიგე AM-ზე, სადაც მარტო 10 წუთი ვუყურებ დღეს მარკეტს და 8 წუთში უკვე ტრეიდიდან გამოსული ვიყავ. ეს ლაივში გაიხსნა, რა თქმა უნდა, ეს ტრეიდი და მოდი ავხსნათ ახლა ამ ტრეიდის. ანუ თითქმის ჩემი ყველა ტრეიდი ერთმანეთს გავს ხალხო. ეგ არის რომ მაქვს სისტემა, არა სისტემითაც მუშაობ და სისტემატურად პროფიტული რამით. ანუ სისტემის გარეშე სისტემატიური შედეგიზადება და მარტო ინტუიციით ტრეიდი არის სრული სისულელე რა. მოკლედ, მარკეტზე ესეთი სიტუაცია გვაქვს. რაც მოვახვიოთ. ესე ვარ ესეთ სიტუაციაში ვარ მარკეტზე. ეს ლოვა გვაქვს ასაღები, ბეარიში ვარ, order flow 1 საათიანზე ბეარიშია. ამ ლოუსთან ძალიან ახლოს არის მარკეტი და მინდა რომ ეგ ლოუ ფასმა აიღოს. 1 საათიანი სფერული გეპი მქონდა დღეს მონიშნული ეს. აქიდანაც ძალიან მაგარი შორტი შეიძლებოდა 5 საათზე, 5 წუთიანიდან უმაგრე შორტს დაიჭერდი. თუ დახოლდავდი, მაგრამ ეხლა მე მაგ დროს ორ ტრეიდოვდი მარკეტს არ უყურებდი. მაგ დროს უყურებდი, მაგრამ არ ტრეიდოვდი მაგ დროს. მე ამ 1 საათიანი სფერული გეპიდან გაკეთე ეს 15 წუთიანზე. აი ეს ორდერ ბლოკი, რაც მონიშნული მქონდა ლაივში. აქ ველოდებოდი retracements. როგორც კი retracement-ი მომცა მარკეტმა აი აქ. უყურეთ. ანუ ეხლა რა უნდა გააკეთოს მარკეტმა? 90 იხსნება. 90-მა რაც მინდა გააკეთოს არის Judas swing-ი, სად? აი ამ მაღალ time frame PDR-ში 90-იან order block-ში. და აი ამ Judas swing-ის შემდეგ, აი Judas swing-ს ახლა ვეღარებთ. ჩამოვიდა, აი ეს მოძრაობა არის fake მოძრაობა, რაც ატყუებს ტრეიდერებს რომ მარკეტი ზემოთ უნდა წავიდეს. აი ამ დროს შემდეგ მარკეტზე ჩემი ფავორიტი პატენი, რაც 3 YouTube-ზე ხშირად ვლაპარაკობ, რომ internal manipulation, hard time frame PDR-ის შესვა, displacement-ი და unicorn მოდელი. ეს სფერული გეპი რაც ხედავთ აი აქ. აი აქ შევედი ტრეიდში. stop loss მეყენა აი ამ სფერული გეპის წინა სანთლის ზემოთ, breakers-აც მიცავს და target-ი მქონდა აი ეს. აი ეს ლო მქონდა target-ი. შემდეგ როგორ წარიმართა ეს ტრეიდი რა. ეს inversion-ი მქონდა მონიშნული. ეს inversion-ი როგორც კი გაკეთა, ეგრევე stop loss-ი break-even-ზე გადავიტანე. რატო? იმიტომ რომ 3 PDR-ი მიცავს რა არის ესენი. ეს order block-ი, ეს inversion-ი, ეს bearish spherical gap-ი. თუ კიდე რავი დამატებით გვჭირდება, ესეც არის რა. ეს წინა და რესპექტებული inversion-ი, რაც buy მოდელში იქნა გამოყენებული. ესეც ჩვენი market maker sell მოდელი, რაც ვითრეიდეთ, შემდეგ ფასი ჩამოდის და full take profit-ს არტყავს. ესე მარტივად მოვიგე დღეს მე ეს ტრეიდი. ეხლა რა მინდა კიდე ვისაუბრო?
ცოტა დიდხნიანი ვიდეო შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ აი ღირებული მინდა რომ წაიღოთ ამ ვიდეოდან, იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკე ამ ბოლდორს ამაზე და ვიცი რომ ძალიან გამოგადგებათ, ჩემ გამოცდილებას ვაზიარებ, რაც ამ დროის განმავლობაში მითრეიდია ესეთ მარკეტის კონდიციაში რა. მაგათ მარკეტზე დღიურ ტაიმფრეიმზე გვაქვს ესეთი რთული სატრეიდო კონდიცია. ნიუ-იორკ AM-ზე ვინც ტრეიდობთ, ვინც არ იცით, გეტყვით რომ არის თავარი დღიური სანთლის მოძრაობა, ხო? თავარი დღიური სანთლის მოძრაობა. ხდება ნიუ-იორკ AM-ზე. ეს მენტორებმაც ჩაიწერეთ. ხდება ნიუ-იორკ AM-ზე რა. ამიტომაც უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად. ნიუ-იორკ AM-ი დიდი ალბათობით შეიძლება იყოს ცუდი. დღეს და გუშინ იყო ნიუ-იორკ AM-ი კაი. დალშე ნიუ-იორკ AM-ი წინა კვირას ტრეიდის საერთოდ არ გაგვიხსნია live trading-ზე. და მაგით ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ წაგებას მე მგონი არ გახსნა ჯობია, ბევრად, ხო? ამიტომაც რადგან daily time frame-ზე ვართ კონსოლიდაციაში, ნიუ-იორკ AM-ის ტრეიდი იქნება რთული. და გირჩევთ ნიუ-იორკ AM-ს ან ფრთხილად იყოთ ნიუ-იორკ AM-ზე, ან მოერიდოთ და ისე იტრეიდოთ. ვართ კონსოლიდაციაში და რთული წასაკითხი, ან წასაკითხი რა პონჩი, იცი, აი daily თუ ნიუ-იორკ AM-ის მოვალეობა რომ daily სანთლის თავარი მოძრაობა გააკეთოს, ხო? ეს მთავარი მოძრაობის გარჩევა daily-ზე რთულია თუ კონსოლიდაციაშია. იმიტომ რომ წეგან როგორც კონსოლიდაციაზე ვთქვი, რომ PDR-ების ამორჩევა არ არის ისა მარტივი კონსოლიდაციაში. ამიტომაც ეს რჩევა ჩემგან თქვენ ხალხო. მაგიტომაც არის რომ ზოგადად ჯობია იცოდე როდის არ იტრეიდო, ვიდრე იცოდე როდის იტრეიდო. ხარისხიანი ტრეიდების აღება ყოველთვის აჯობებს ბევრი ტრეიდის აღებას და ბევრ წაგებას, რავი, ლოგიკურია მე მგონი. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის, დღეს ვინც მისმენთ. წარმატებებს გისურვებთ და როგორც ყოველთვის ნახვამდის და წარმატებული ტრეიდინგი მომავალში.